18 წლიდან დავიწყე სარეულის დამხმარედ მუშაობა. და შემდეგ გავხდი წელიწადნახევარში იმ რესტორნის შემზარეული. დღესდღეობითაც ვარ ამ სფეროში და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. მე დღეს მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი საფირმო კერძი, ფილეტო ფუნკიანი. ეს არის ფრანგული კერძი. ყოველივე კერძს ექცევა უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარია ჩვენი მომხმარებელი სტუმარი იყოს კმაყოფილი. ეს პროფესია ისე მიყვარს, აქ მაგ ჩადებული მთელი ჩემი გული და მთელი ჩემი გულით კეთდება ეს ყველაფერი. ვინც მუშაობს ამ სფეროში, შეფია, მზარეულია, დამხმარია, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ 90% ეს სფერო უყვარს. და უპირველეს ყოვლისა მზარეულებისთვის და საერთოდ ამ სისტემისთვის, თავარია თანამშრომლები. სტაფი თუ კარგია, შეკრული და მეგობრული, საქმეც კეთდება ძალიან კარგად. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემ გაკეთებულ კერძებს ჰქონდეს განსხვავებული გემო. ყველა მზარეული გამოირჩევა თავისი გემოვნებით, ყველას აქვს სხვანაირი ხელი, სხვანაირი გემოვნება. მე უპირატესობას ვანიჭებ ევროპულ კერძებს, მაგრამ ძალიან მიყვარს ქართული კერძებიც, უბრალოდ ჩვენი მხრიდან ხდება ქართული კერძების გადაევროპულება, რეცეპტურა არ იცვლება, რა თქმა უნდა, მხოლოდ გაფორმება. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ გემოვნებაში ძალიან ჩდება ეს კერძი, მოსწონს ძალიან ქართველ მომხმარებლებს და არა მარტო ქართველებს, უცხოელებსაც კი. გარდა იმისა, რომ კერძი გემრიელი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გაფორმებასაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მე ამ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი სიამოვნებით, არა თუ ვალდებულებით. როდესაც ძალიან ბევრი შეკვეთა მოაწვევა, ძალიან ხშირად ხოცავს ეგ ფრაზა. ძალიან მალე მინდა, თუ ხარისხიანი კერძი გინდა, სიჩქარით არ გაკეთდება, ყველაფერს აქვს თავისი დრო. როდესაც 13 წელი შენ ამ სფეროში მუშაობ და შენი საქმე ძალიან გიყვარს, ხო? მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ სხვა სფეროში ვიმუშაო როდესმე. ჩემი მიზნები, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სამზარეულოსკენ მიდის. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ამომწურავად ვიცოდე ეს ყველაფერი, არ არის მარტო ევროპულის და ქართულის ცოდნა საკმარისი, მე დიდი სიამოვნებით დავამატებდი აზიურებს, რომელიც საქართველოში არც ისე ცნობილია. მიდია ჩემ მიზანს მივაღწევ. ძალიან გემრიელი გამოვიდა. ფილეტო ფუნგი, აუცილებლად დააგემოვნეთ, არიმანო.